უნდა იცოდე, რომ ახლად გახარ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ერთ მხარეს დგას რაღაც ტოქსიკური და არაჯანსაღი ურთიერთობა, საქმე ან რაღაც საკითხი, მოკლედ, რაც შენ მოგიტანს ძალიან დიდ მიჯაჭვულობას, იმედგაცრუებას, შიშს და დანაკარგს და არის მეორე სიტუაცია, სადაც შენ შეგიძლია იყო ემოციურად უფრო სავსე, უფრო ლაღი, უფრო აქტიური შენ ცხოვრებაში და ეს გადაწყვეტილება, რომელიც შენ უნდა მიიღო, მთლიანად შეცვლის შენ ცხოვრებას. შესაძლოა მოულოდნელად რაღაც დასრულდეს შენ ცხოვრებაში. დასრულდეს ის გაჩერებული მდგომარეობა, რომელშიც შენ იყავი და რაღაც ტოქსიკური კავშირი შენ უნდა ჩახსნა. და ეს პროცესი ჩანს, რომ მოხდება ძალიან სწრაფად, უახლოეს მომავალში, შეიძლება რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე საათშიც კი, ზოგიერთის შემთხვევაში. და შენ ძალიან სწრაფად გამოხვალ რაღაც ძალიან რთული და ჩახლართული სიტუაციიდან და მოკლედ ბოლო გაშრების განმავლობაში სულ ამას ვსაუბრობდი, რომ რაღაც სიტუაციიდან უნდა გამოხვიდე და ეს არის რაღაცა ფინალი. და შენ შეძლებ ნამდვილად ძალიან დიდი სირთულიდან თავის დაღწევას. ასევე ჩანს, რომ შეიცვლება შენი ფინანსური მდგომარეობაც და თუ გიჭირდა გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება, თითქოს უფრო მარტივი გახდება შენთვის, ან რაღაცნაირად თითქოს სამყარო მიიღებს გადაწყვეტილებას შენს მაგივრად. და რაღაც ეტაპი შენ ცხოვრებაში მთლიანად დასრულდება და შენ გადახვალ ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე. შენი ცხოვრებიდან მიდის ადამიანი, რომელიც შენ გაცლიდა ძალიან დიდ ენერგიას, რომელიც გფიტავდა, გლიდა, გაიძულებდა, რომ მუდმივად ყოფილიყავი მოლოდინის რეჟიმში, მუდმივად ყოფილიყავი დაძაბული. და თითქოს იმ სილაღეს, რომელიც შენში იყო, ახშობდა რაღაცნაირად, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება. სულ ეს არის, რისიც გმაც მინდოდა ამ გაშლის განმავლობაში, მეტი ინფორმაციისთვის მომწერე, ჩაეწერე პირად სესიაზე და დეტალურად განვიხილავ შენს ცხოვრებას, შენს წარსულს, აზმყოდროს, მომავალს და მოგცემ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება და როგორ შეგიძლია შექმნა ზუსტად ის ცხოვრება, რომელიც გინდა რომ გქონდეს.